მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლით შეშფოთებულია და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას. განცხადებაში ვკითხულობთ. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ორი ლიდერი ცოტა ხნის წინ შეიწყალეს, სხვები დაკავებულები არიან და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა განხორციელდა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს გადაწყვეტილება 7 დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის გაყენვის შესახებ. ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეასრულოს ვენეციის კომისიის ყველა მიმდინარე რეკომენდაცია, ნათქვამია განცხადებაში. ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე წუხილს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებამ დროულად არ მოიწვია არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო ოდირი. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ამჟამინდელ ქმედებებს, წერია განცხადებაში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3.013.818 შეადგენს. ასევე ცესკოს თანახმად ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3061 საარჩევნო უბანი. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3.013.818 შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3.130.348 ამომრჩეველი მიიღებს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47.000-მდე ახალგაზრდას გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60.754 ამომრჩეველმა მომართა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი. არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 600784 ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 25 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით 9524 ჯერ. მას შემდეგ, რაც საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღო სიები, ყველა შესაბამისი უწყებისგან დამუშავდა აღნიშნული მონაცემები და განხორციელდა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით მათი დაყოფა. ამჟამად ამომრჩეველთა ერთიანი განახლებული სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია. ლელო ძლიერი საქართველოს ოზურგეთის ხელისუფლებას წინა საარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება თებერვლის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატი ვატო სურგულაძე და ლელოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლადო ქვილორია მიიჩნევენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტიქიიდან არჩევნებამდე დრო ხელოვნურად გაიყვანა და მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურების ღონისძიებები წინა საარჩევნო პერიოდს სპეციალურად დაამთხვია. როგორც მოგეხსენებათ, წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იყო დითოვლობა, რამაც დააზიანა ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლები, სახურავები. 5 თვის შემდეგ დღევანდელმა მთავრობამ დაიწყო წინა საარჩევნოდ სახურავების მიწოდება ხალხისათვის, თანხები ჩარიცხვა იმისათვის, რომ ფაქტიურად წინა საარჩევნო პერიოდში რომ მოისყიდონ და ხმები მიიღონ მათ სასარგებლოდ. 5 თვის განმავლობაში არაფერი დახმარება არ გაუწია. ეხლა კი დაიწყეს სახურავების ყიდვა, თანხების მიცემა. მაგრამ რატო ხდება ეს ყველაფერი აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში? მთელი ზაფხული რომ ხალხმა წყალი ჩადიოდათ სახლებში. გადავიდნენ ახლობლებთან საცხოვრებლად. ნუ თუ არ შეიძლებოდა უფრო ადრე გააკეთებათ, მაგრამ არა, იმიტომ რომ ჩავთვალოთ რომ საარჩევნოდ სახელმწიფო
აძლევს თანხებს. ეს არის ამომრჩევის მოსყიდვა. აღნიშნულთან დაკავშირებით გურიატივმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, მაგრამ მათი მხრიდან კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე, მათ შორის არიან ინდოეთის, მიანმარის და ბანგლადეშის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალ დამცველებმა ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი. ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის ელექტროსასწორი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში ანსამბლ იელონის ქართული ტრადიციული მუსიკის საღამო გაიმართა. იელონთან ერთად მსმენელის წინაშე რებული მჟავანაძემ, ანსამბლებმა რეხეულმა, შემოქმედმა, ოზურგეთის სალოტბორო სკოლის მოსწავლეებმა, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლის გუნდმა იმღერეს. გასვლითი ტურნეს ფარგლებში ანსამბლმა მოაწყო ექსპედიცია ადგილობრივ ეთნოფორებთან. ლიხაურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში აღევლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისის სრულიად გალობით. ანსამბლ იელონთან ერთად მსახურებაში მონაწილეობას იღებდნენ შემოქმედის ეპარქიის სხვადასხვა ეკლესიის მგალობელთა გუნდები და ოზურგეთის სალოტბორო სკოლის გოგონათა გუნდი. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს და ანსორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. ჩვენი ეს პროექტი დიდი ხანია იგეგმებოდა, ზოგადად ყოველ წელს ვცდილობთ ხოლმე საქართველოს რეგიონებში ჩავიდეთ, გამართეთ კონცერტები ადგილობრივ გუნდებთან ერთად, შევხვდეთ ადგილობრივ მომღერლებს, ასე ვთქვათ, ოსტატებს და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო არის ოზურგეთში სტუმრობა. ვინაიდან აქ რაღაცნაირად განსხვავებულად ჩქეფს ხალხური მუსიკისადმი სიყვარული და ბუნებრივია მსმენელიც უფრო მომზადებული არის, ასე ვთქვათ, ჩვენი შემოქმედების გასაზიარებლად და ძალიან გვიხარია ხოლმე თქვენთან სტუმრობა. რაც შეეხება პროექტს, ეს არის რიგით მეორე გასვლა. აჭარა იყო ჩვენი პირველი რეგიონი, ამის შემდეგ სამეგრელოში მივემგზავრებით და გავაგრძელებთ მოგზაურობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, რაც ბევრად მნიშვნელოვანი გგონია, ვიდრე საზღვრებს გარეთ ჩვენი შემოქმედების პოპულარიზაცია, ვინაიდან მთავარია ჯერ შენ ხალხთან იყო ახლოს და იქედან იღებდე მნიშვნელოვან საზრდოს და ეს იმედია გაგრძელდება. დღევანდელი დღე ნამდვილად საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ორი ანსამბლის ერთობლიობა ხდება და აქ არის კიდე ბავშვების ჩართულობა, სალოტბორო სკოლის, ფოლკლორის ცენტრთან არსებული ბავშვები, სასულიერო სკოლის ბავშვები და ვფიქრობ, რომ მათთვის ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა დადგნენ და იმღერონ იმ ანსამბლის გვერდით, როგორც იალონია, ვინაიდან მთელი საქართველო იცნობს იალონს და არა მარტო საქართველო, თავიანთი რეპერტუარით, თავიანთი გამოცდილებით, კრილხმოვანებით და არ არის მარტო დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი, რადგან ხავის ღვთისმშობლის შობის ტაძარში გაიმართა ღვთისმშობლის პარაკლისის სრული გალობით, რაც ვფიქრობ, რომ გურიაში
არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს იყოს ყოველწლიური გადამდები და არა მარტო ღვთისმშობლის, იყოს სხვა წმინდანების ხსენებისთვისაც განკუთვნილი, რათა საზოგადოებამ იხილოს თუ როგორ გალობდა და ადიდებდა ღმერთს ჩვენი წინაპრები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში დღეს ოზურგეთის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარმენში შეჯიბრი მოაწყვეს. კვირეულის ფარგლებში გამართულ გარმენში 42 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო ჩართული. გარბენი მეოთხე საჯარო სკოლის მიმდებარედ პარკში მოეწყო. ღონისძიება მხიარულად და აზარტულად წარიმართა. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.